ევროპის დაბრუნებისთვის ბრძოლა დაბრუნდა, წინააღმდეგობა საბოლოოდ მართლაც დაიწყო. თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ასე ძალიან ეშინია ისლამური დაპყრობის და გჯერათ, რომ ამას აღარაფერი ეშველება, მაშინ ეს ვიდეო თქვენთვისაა, რადგან ხალხი ამჩნევს ამას და რაღაცები იცვლება. და ეს იწყება ევროპაში. ყველა ამბობდა, რომ ეს დროის საკითხი იყო. მაღალი შობადობა, მასობრივი მიგრაცია, კულტურული დაპყრობა უკვე დაწყებულია. დასავლეთი დათმობდა, ევროპა დაიხრიდა თავს და ისლამი მიიღებდა მომავალს. ხო მგონი, ბევრ ჩვენგანს ასე გრძნობს თავს. ეს ამბავი იშლება, არც ნელა, არც თეორიულად. სწორედ ახლა, სამთავრობო მონაცემებში, მიგრაციის დოკუმენტებში, გამოკითხვებში, თავად რწმენის გულში. ორი კედელი აღმართულია. ერთი დასავლეთში, მეორე მუსლიმურ სამყაროში და დაუძლეველმა ძალამ ორივეს შეეჯახა. დავითმოთ ევროპით, რადგან იქ პოლიტიკის ცვლილებები უბულებელ ოყოფა შეუძლებელია. და არსად არის ეს შემოbrunება ისეთი მკვეთრი, როგორც შვედეთში, ქვეყანაში, რომელიც ოდესღაც ჰუმანიტარულ ზესახელმწიფოდ წარმოაჩენდა თავს. 2015 წელს, როდესაც ევროპაში მიგრაციის კრიზისი პიკს აღწევდა, შვედეთმა ერთ წელიწადში 172,867 თავშესაფრის განაცხადი მიიღო, რაც ყველაზე დიდი წლიური მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ქვეყანამ სტატისტიკის წარმოება დაიწყო. ახლა ასე აღარ ხდება. ასე არ გააკეთოთ. ასე არ მოიქცეთ, თუ ეს თქვენი ქვეყანაა. ცუდი იდეა. სისტემა გადაიტვირთა, ინტეგრაცია შეჩერდა. ბანდური ძალადობისა და გეტოებად დაყოფილი უბნების შესახებ შეშფოთებამ ეროვნული დებატები გამოიწვია, რომლებიც მანამდე ძალიან სენსიტიურად ითვლებოდა და მათი გამართვაც კი რთული იყო. წლების განმავლობაში შვედეთის ისტაბლიშმენტი მიგრაციის მოდელის კრიტიკას თითქმის ტაბუდადებულ თემად მიიჩნევდა. და ბევრი ქვეყანა დღესაც ასე იქცევა. მაგრამ გახსოვდეთ, როგორ იყო 5 წლის წინ. თუ გაბედავდით და იმას იტყოდით, რასაც ახლა ვამბობთ, არა მხოლოდ დაგაკავებდნენ, არამედ მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდ რასისტ ისლამოფობად ჩაგთვლიდნენ. და ეხლა თითქმის ნორმად იქცა იმის შესაძლებლობა, რომ რეალურ პრობლემებზე ისაუბრო. ეს თავისთავად უზარმაზარი ცვლილებაა, ცვლილება, რომელსაც მგონი საკმარისად არ ვაფასებთ. ვინც ინტეგრაციაზე, პარალელურ საზოგადოებებზე ან სოციალური სახელმწიფოს ხანგრძლივ ხარჯებზე შეშფოთებას გამოთქვამდა, ექსტრემისტად შერაცვის რისკის წინაშე იდგა. შემდეგ კი მონაცემებმა ყველაფერი დაადასტურა. სტოკჰოლმში, მალმიოში და გოტებორგში უბანი უბნის შემდეგ ჩამოყალიბდა და უცხოეთში დაბადებული მოსახლეობის კონცენტრაციით, სადაც უმუშევრობის დონე ორჯერ ან სამჯერ ადემატებოდა ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს. სადაც პოლიციამ დაიწყო მოწყვლად ზონებად აღნიშნა და სადაც ძალადობა გამწოვდა. იმდენად რომ შვედეთმა რაც ყველაზე გასაკვირია, ერთ სულ მოსახლეზე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობის მაჩვენებელი დააფიქსირა. ნახეთ, თუ მესამე სამყაროს ხალხს შემოიყვან, მესამე სამყაროს რეალობას მიიღებ. რაღაც უნდა შეცვლილიყო. 2022 წლისთვის ტიდოს შეთანხმებამ ყველაფერი შეცვალა. მაჯორა ცენტრისტული კოალიცია, რომელსაც ხავს უჭერდნენ შვედეთის დემოკრატები, იგივე პარტია, რომელიც 2000 წლეულის განმავლობაში პოლიტიკურად ხელშეუხებელი იყო, დაჯდა და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც 10 წლის წინ წარმოუდგენელი იქნებოდა. ისინი განზრახში ანცირებდნენ თავშესაფრის უფლებებს იმ იურიდიულ მინიმუმამდე, რომელსაც ევროკავშირის და საერთაშორისო კანონმდებლობა ითვალისწინებს. ანუ, როგორ შეიძლება ეს უბრალოდ ცაღი აზრი არ იყოს, ეს ჩემთვის გაუგებარია. და ღიად განაცხადეს, რომ მიზანი იყო შვედეთი ახალი ჩამოსულებისთვის არა მიმზიდველი გაეხადათ. ეს იმუშაო. 2024 წელს თავშესაფრის წინასწარი განაცხადებით 9655-მდე შემცირდა, რაც წინა წელთან შედარებით 23%-ით ნაკლებია და ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1980-იანი წლების შუა პერიოდიდან. 2025 წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდა და 6737-ს მიაღწია. ნახეთ, თუ თქვენ არ გახდით თქვენს ქვეყანაში ჩამოსვლას მიმზიდველს, მაშინ ხალხს არ უნდა ჩამოსვლათ თქვენს ქვეყანაში. სიგიჟეა, რომ ეს არ არის საღი აზრი. ყველა საუბრობს მოქალაქეების გაძევების საჭიროებაზე და უკიდურეს ზომებზე, რაც ალბათ მართლა გასაკეთებელია. მაგრამ ფაქტი, რომ ეს ადამიანები მოდიან იმიტომ, რომ გადასახადის გადამხდელთა ფულის წყალობით მათთვის აქ ცხოვრება ძალიან კომფორტულია, ნიშნავს, რომ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ამ კომფორტის შემცირება. ეს უბრალოდ ელემენტარული ლოგიკაა. შეხედეთ, რას აჩვენებს მონაცემები. მაგრამ ციფრები მხოლოდ ნახევარ ამბავს გვიყვება. მათ უკან არსებული სამართლებრივი არქიტექტურა ნამდვილად აჩვენებს ცვლილებას. რეგულაცია, რომელიც ძალაში შევიდა 2025 წლის მარტში, გააუქმა ეგრეთ წოდებული EBOS სისტემა, სადაც თავშესაფრის მაძიებლებს შეეძლოთ საკუთარი საცხოვრებლის არჩევა. ხელისუფლების თქმით, ეს ხელს უწყობდა განცალკევებული პარალელური საზოგადოებების ჩამოყალიბებას. ახლა ფინანსური დახმარება დამოკიდებულია იმაზე, რომ თავშესაფრის მაძიებლები სახელმწიფო თავშესაფრის ცენტრში იცხოვრებენ. უარყოფილი გამცხადებლებისთვის ქვეყანაში ხელახლა შესვლის აკრძალვა 1 წლიდან 5 წლამდე გაიზარდა. სტატუსის შეცვლის მექანიზმი, რომლის მიხედვითაც უარყოფილი თავშესაფრის მაძიებლებს შუმად შეეძლოთ სამუშაო ნებართვაზე გადასვლა და ქვეყანაში დარჩენა, 2025 წლის აპრილიდან გაუქმდა. და ყველაზე თვალსაჩინო ნაბიჯი, რეპატრიაციის გრანტი. შვედეთის მთავრობამ შესთავაზა მისი გაზრდა თითო ადამიანზე 350,000 შვედურ კრონამდე, რაც დაახლოებით 38,000 აშშ დოლარში ადგენს და ძალაში შევა 2026 წლიდან ძველი სისტემის მიხედვით. თითო ზრდასრულზე მხოლოდ 10,000 კრონა იყო გათვალისწინებული. ეს 25 ჯერ გაზრდილია. მათემატიკა მარტივია. შვედეთი ახლა მზად არის დიდი თანხები გადაიხადოს. რათა დაარწმუნოს მიგრანტები, რომ ნებაყოფლობით დატოვონ ქვეყანა, ვიდრე მომდევნო 40 წლის განმავლობაში ინტეგრაციისთვის იბრძოლონ. განა ეს უფრო ლოგიკური არ იქნებოდა თუ ისინი თქვენს გადასახადებს იყენებენ. სულ მცირე ეს ფული არ უნდა იხარჯებოდეს იმაზე, რომ ისინი იმ სასტუმროებში დარჩნენ, სადაც თავად გსურთ გაჩერება. არამედ იმაზე, რომ დაარწმუნონ ისინი სხვაგან წავიდნენ. ეს ძალიან მარტივი სისტემაა. არ არის საჭირო პირდაპირ აიყვანოს და გააგდოთ ისინი. შეგიძლიათ სტიმულიც მისცეთ. ეს ყველგან არ იმუშავებს. ეს ძალიან დაშლილ საზოგადოებებში არ იმუშავებს, მაგრამ ისეთ ქვეყნებში, სადაც ხალხი ცოტათი მაინც დისკომფორტს გრძნობს, შეიძლება. ეს აბარ არის 2015 წლის შვედეთი. მაგრამ შვედეთი მხოლოდ დასაწყისია, რადგან დანია უფრო შორს წავიდა ვიდრე ევროპის ნებისმიერი ქვეყანა.
პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენისა და სოციალ-დემოკრატების ხელმძღვანელობით დანიამ მიიღო პოლიტიკა, რომელსაც მთავრობა თავად უწოდებს ნულოვან კოლბილთა პოლიტიკას და რიცხვები ამ სიტყვებს ამხარებს. 2024 წელს დანიამ თავშესაფარი მხოლოდ 864 ადამიანს მიანიჭა. ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო 40 წლის განმავლობაში. ერთადერთი გამონაკლისი იყო 2020 წელი, როცა COVID-ის ლოკდაუნებმა საზღვრები დახურა. ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიხედვით, დანიის პოლიტიკამ თავშესაფრის მოთხოვნები 40 წლის მინიმუმამდე შეამცირა და შედეგად უარყოფილი მოთხოვნების მქონე პირების 85% ქვეყნიდან გააძევეს, საიდან გააძევეს. 2024 წელს ყოველ 10,000 ადამიანზე 4 თავშესაფრის მოთხოვნა მოდიოდა. ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი 16 იყო შეკავების მექანიზმი მუშაობს და აი ის ნაწილი, რასაც სკანდინავიიდან გარეთ თითქმის ვერავინ იგებს, ამას ცენტრისტულ მემარცხენე მთავრობა აკეთებს. ხედავთ ამ ნაკაძრს. სოციალ-დემოკრატიული მთავრობა. ეს მართლაც წარმოუდგენლად საინტერესოა. ეს ჩემთვის წარმოუდგენლად საინტერესოა, რადგან ეს მხოლოდ მემარჯვენე პრობლემას არ წარმოადგენს. ეს არის პრობლემა, რომელსაც ყველგან ხედავენ, როგორც რამეს, რაზეც უნდა იმოქმედონ. ხო ესეა, ეს უბრალოდ ლოგიკურია. სოციალ-დემოკრატი პრემიერ-მინისტრი. იდივე პოლიტიკური ტრადიცია, რომელმაც დანიური კეთილდღეობის სახელმწიფო შექმნა, ახლა ევროკავშირში ყველაზე მკაცრი მიგრაციის რეჟიმის არქიტექტორია. ფრედერიქსენის არგუმენტი, რომელიც მან არაერთ ინტერვიუში გააჟღერა პირდაპირია. ის ამბობს, რომ დანიური კეთილდღეობის მოდელი ვერ გადარჩება უკონტროლო მიგრაციის პირობებში. ყველაზე მაღალ ფასს წარმატებელი ინტეგრაციისთვის ღარიბები იხდიან. გადატვირთული სკოლები, ბანდების ძალადობა, უბნები, სადაც სახელმწიფო ავტორიტეტი მეორე ფარისხოვანი ხდება. როგორც მან თავად განაცხადა ჟურნალ Newsweek-თან 2025 წლის შუაში, დანიაში შესვლა, გაუპატიურების ჩადენა და დარჩენა ადამიანის უფლება არ არის. ეს არის მოქმედი პრემიერ-მინისტრი სკანდინავიური სოციალური დემოკრატიიდან 2025 წელს. შეშლილობა. ფრედერიქსენის ჩარჩო უფრო ღრმაა ვიდრე რიტორიკა. ის ეფუძნება დოქტრინას, რომელსაც დანიური სისტემა დროებითობას უწოდებს. დანიური კანონმდებლობით უტოლული სტატუსი აღარ განიფილება როგორც მუდმივი დასახლების გზა. ის განზრახ, დროებითია, გადასახედია და შეიძლება გაუქმდეს. იმ მომენტში, როცა წარმოშობის ქვეყანაში პირობები უსაფრთხოდ ჩაითვება, ბინადრობის ნებართვა შეიძლება გაუქმონ, თუნდაც იმ ადამიანებს, ვინც წლებია დანიაში ცხოვრობს, ენა ისწავლა და იქ ცხოვრება აიწყო. ყველაზე ნათელი მაგალითი სირია იყო. ეს ძალიან მომწონს. მომწონს, რადგან გონია, რომ ხალხს გონია, როგორც კი ქვეყანაში მოხვდებიან, ყველაფერი მათი უფლება, მაგრამ აქ დანია ამბობს, არა, თქვენ მოგიწევთ დაამტკიცოთ ეს. თქვენ მოგიწევთ დაამტკიცოთ, რომ ამას იმსახურებთ და თუ დაამტკიცებთ, რომ არ იმსახურებთ, ეს შეიძლება გაგიუქმონ. ეს ძალიან მარტივი აზროვნება, არა? დავუშვათ ასა. თქვენ გაიზარდეთ ამერიკაში. თქვენ ხართ ამერიკის მოქალაქე. თქვენ იმსახურებთ თავისუფლებას. მაგრამ თუ დანაშაულს ჩაიდენთ, შეიძლება ციხეში ჩაგსვან, რაც ნიშნავს, რომ თავისუფლებას წაგართმევენ. თქვენ უბრალოდ არ იმსახურებთ თავისუფლებასაც, თქვენ და იმოქმედოთ ისა, რომ დაამტკიცოთ, შეგიძლიათ შეინარჩუნოთ იგი. მაგრამ იმიგრანტებისთვის ეს სხვანაირადაა. ისინი მოდიან ქვეყანაში და თუ კრიმინალიით მოიქცევიან, მათ ეს არ აკლებთ. ეს ჩემთვის სიგიჟეა. ბაშარ ალ-ასადის დაცემამდე 2024 წლის ბოლოს დანიამ დაიწყო სირიის ლტოლვილებისთვის ბინადრობის უფლების დაუქმება იმ რეგიონებიდან, რომლების მთავრობამ უსაფრთხოდ მიიჩნია, მათ შორის დამასკო და ხომსი. ზოგმა დანიელმა სირიელმა დაიწყო ფიქრი ნებაყოფლობით დაბრუნებაზე, რადგან მთავრობა თითოეულ ადამიანზე დაახლოებით 38,000 ასაშეშიკუ დოლარის რეინტეგრაციის გრანტს თავაზობდა, რათა დაბრუნება გაეადვილებინა. ათასობით ლტოლვილისთვის დანიაში ეს ნიშნავს მუდმივ გაუქმებაში ცხოვრებას. შემდეგ არის მთავარი ინიციატივა 2018 წლის გეტოს პაკეტი, რომელიც ოფიციალურად ეწოდება ერთი დანია პარალელური საზოგადოებების გარეშე. ის მიზნად ისახავს იმ უბნებს, სადაც ეგრეთ წოდებული არადასავლელი იმიგრანტები და მათი შთამომავლები მოსახლეობის 50%-ზე მეტს შეადგენენ და სადაც დანაშაულის დონე მაღალია, განათლების დონე დაბალია და შემოსავალი ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე ნაკლებია. შემიძლია უბრალოდ თქვა, რომ ფაქტი, რომ დანიაში არსებობს ადგილები, სადაც მიგრანტები ეხლა მოსახლეობის 50%-ზე მეტს შეადგენენ, უბრალოდ წარმოუდგენელი რიცხვია, რაზეც თითქოს ხუმრობით ვსაუბრობთ, მაგრამ ასე არ უნდა იყოს. როდესაც რაიონი სპეციალურად აღინიშნება, სახელმწიფოს შეუძლია დაანგრიოს სოციალური საცხოვრებელი, რათა დემოგრაფიული შემადგენლობა შეცვალოს, მაგრამ ყველაზე საკამათო პუნქტი ისაა, რაც ბავშვებს ეხება. ამ რაიონებში მცხოვრები ბავშვები ერთი წლიდან ვალდებულნი არიან მინიმუმ 25 საათი კვირაში ესწრებოდნენ დანიურ ენასა და ღირებულებებზე დაფუძნებულ საბავშვო ბაღს. ვაუ, თუ ოჯახები ამას არ შეასრულებენ, ისინი ბავშვზე დანიშნულ დახმარებას დაკარგავენ. და 2025 წლიდან დახმარებაზე მყოფილ ლტოლვილები ვალდებულნი იქნებიან კვირაში 27 საათი იმუშაონ, რაც მოიცავს სავალდებულო სტაჟირებასა და ენის სწავლებას. ეს იძულებითი ასიმილაციაა, რომელსაც სახელმწიფოს სრული ეკონომიკური ძალა უდგას უკან. თუ შვედეთი უკუსლაა, დანია აგურის კედელია. მაგრამ კიდევ უფრო რთულდება სამხრეთით, რადგან გერმანია. შეიძლება უბრალოდ თქვა, რომ ეს ძალიან დიდ იმედს მაძლევს. კიდევ ვინმე გრძნობს შვებას იმის დანახვაზე, რომ არსებობს ქვეყნები, რომლებიც ეხლა კარგ საქმეს აკეთებენ? ვიცი, რომ მიგრანტების მდგომარეობა დანიაში არ არის კარგი. ისლამის მდგომარეობაც არ არის კარგი. ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტა, მაგრამ მაინც რაღაც გზა უკეთესი გამოსავლისკენ, არა? და საფრანგეთმა მხოლოდ საზღვრები არ გაამკაცრა. მათ დაიწყეს ბრძოლა იდეოლოგიურ ინფრასტრუქტურასთან საკუთარ ქალაქებში. 2025 წლის 5 ნოემბერს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დობრინტმა აკრძალა ორგანიზაცია Muslim Interactive. ხელისუფლებამ განახორციელა რეიდი 7 ობიექტზე ჰამბურგში, ზის ამოსვლამდე, კიდევ 12-ზე ბერლინსა და ჰესენში. ქონება ჩამოერთვათ, ვებგვერდები დაიხურა. 2020 წელს დაარსებულ ჯგუფს ჰქონდა კარგად ორგანიზებული სოციალური მედიის პლატფორმები. ათასობით მიმდევრით TikTok-სა და YouTube-ზე და 2024 წლის დასაწყისში ჰამბურგში გამართულ დემონსტრაციაზე 1000 მხარდამჭერი მიიზიდა, სადაც ბანერებზე ეწერა: ხალიფათი არის გამოსავალი. დობრინტი თავის გადაწყვეტილებას არ ნანობდა. ჩვენ სრული სიმკაცრით უპასუხებთ ყველას, ვინც აგრესიულად მოუწოდებს ხალიფათის შექმნისკენ ჩვენს ქუჩებში. აუტანლად აღვივებს სიზულვილს ისრაელის სახელმწიფოსა და ებრაელების მიმართ და არ სცემს პატივს ქალებისა და უმცირესობების უფლებებს. განაცხადა მან.
ჰამბურგის შინაგან საქმეთა მინისტრმა ამას თანამედროვე TikTok-ის ისლამიზმის წინააღმდეგ დარტყმა უწოდა. ეს მოხდა ზუსტად 1 წლის შემდეგ, რაც ბერლინის წინა შინაგან საქმეთა მინისტრმა 2024 წლის ივლისში აკრძალა ჰამბურგის ისლამური ცენტრი ირანის უზენაეს ლიდერთან სავარაუდო კავშირებისა და ჰეზბოლას მხარდაჭერის გამო. ITH, რომელიც მართავდა ეგრეთ წოდებულ ლუჯ მეჩეთს, გარე უნსტერის ტბის სანაპიროზე, წლების განმავლობაში გერმანიის დაზვერვის მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ხელისუფლებამ ამოიღო მტკიცებულებები, რომ ჯგუფი, მათი სიტყვებით, მოქმედებდა მეტად კონსპირაციულად, საქველმოქმედო ორგანიზაციებს იყენებდა გავლენისა და იდეოლოგიის, გერმანიის მუსლიმურ თემებში გადასატანად. ორი აკრძალა, ორი ორგანიზაცია დაშლილია. ორივე იმ სტრუქტურებს ეხებოდა, რომლებიც გერმანიის ხელისუფლების დასვენით, ფედერალური შინაგან საქმეთა სამინისტროს სიტყვებით, ბით, ცდილობდნენ შეექმნათ კონსტიტუციის მუდმივი მტრები. ეს არის ნაწილი, რომელმაც ჩუმად შეცვალა გერმანიის მიდგომა. აკრძალვები კონკრეტულ ტერორისტულ აქტებზე რეაქცია არ ყოფილა. ისინი პრევენციული იყო, რასაც ზოგიერთი იურისტი ახლა წინასწარი დანაშაულის აღსრულებას უწოდებს. გერმანიის ხელისუფლება აღარ ელოდება რადიკალური ორგანიზაციების მხრიდან ძალადობას. ისინი ანგრევენ სტრუქტურებს, რომელთა გამოცხადებული მიზნები, მთავრობის შეფასებით, თავად კონსტიტუციურ წესრიგს ასუსტებს. შემიძლია ვთქვა, რამდენადაც მომწონს ის ფაქტი, რომ გერმანია მას აკეთებს, რადგან ეს მნიშვნელოვანია. გერმანიას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელით. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიდეო გვიხატავს სურათს, თითქოს ყველაფერი უმჯობესდება, რადგან პოზიტიურ რამეებს გვაჩვენებს, ეს ზუსტად ისაა, რასაც მედიას აპირისპიროდაც აკეთებს. ის გვაჩვენებს ნეგატიურ რამეებს და გვეუბნება ბნება, რომ ყველაფერი ინგრევა, მაშინაც კი, როცა ეს რეალობას არ შეესაბამება. გერმანია ასე კარგად არ არის. არც საფრანგეთი. და ის ფაქტი, რომ ისინი კრძალავენ და რაღაცებზე წინასწარ ფიქრობენ, სწორი მიმართულებით კარგი ნიშანია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ სრულყოფილი გადაწყვეტა არ არის. რაც ამაში საინტერესო არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად გვესმის, თითქოს არაფრის გაკეთება შეგვიძლია და არალეგალურ მიგრაციაზე ერთადერთი პასუხი ან უკიდურესი ძალადობაა, ან უბრალოდ უნდა შევეგუოთ, უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს შუაგზა. თუ მთავრობაში სწორი ადამიანები ყავს და სწორედ ამიტომაა საინტერესო რომ Keir Starmer-ი მოხსნეს, როცა მთავრობაში სწორი ადამიანები იღებენ კარგ გადაწყვეტილებებს, მაშინ შეიძლება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. საჭიროა რომ ჭკვიანი ადამიანები აირჩიოთ. ეს არ ეხება მარცხენას და არც მარჯვენას, შვედეთში ან დანიაში. იქ მემარცხენე მთავრობაა და ძირითადად ეს თემა მარჯვენა ფრთაზეა აქტუალური. ეს არაფერ შუაშია თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებთან. ეს ეხება იმ ადამიანებს, ვინც მზად არიან სინამდვილეს შეხედონ და წინააღმდეგობა გაუწიონ. თუ ძლიერი მთავრობა ყავს, შეგიძლია შენი მოქალაქეები დაიცვა. ეს არის ჩვენი პასუხისგებლობა. ავირჩიოთ ადამიანები, რომლებიც რეალურად სწავლენ და ცვლილებებს მოახდენენ, რადგან შეგიძლია ცვლილება მოახდინო, შეგიძლია რაღაცები შეცვალო და გარკვეულწილად მოტივაციაც შეამცირო. არა, არ არსებობს რეალობა, სადაც ევროპას გადაარჩენ მხოლოდ მოტივაციის შემცირებით ან წასვლისთვის სტიმულების მიცემით. ასე არ მოხდება. საჭირო იქნება უფრო მკაცრი რეაგირება, თუმცა ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. მადლობა, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციეთ.